მოვედი მეგობრებო, მოვედი. საღამო მშვიდობი. გაითიშა კი? გაიჭედა და გავთიშე. აბა როგორ ვართ? მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, ჩემო ძვირფასო. აბა როგორ ვართ? სალამი ყველას. ხო, ანა მარია. გაიჭედა და გავთიშე. გავთიშე და თავიდან შემოვედი. მეგობრებო, როგორ ვართ? როგორ ჩაიარა დღე? დღეს მოვედი, იმიტომ რომ ხვალ ზეგ და მაზეგ არ ვიქნები. სტუმრები უნდა მოვიდნენ, ამიტომ მაპატიეთ. საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ვართ? მოგესალმებით. ჩემო ლამაზებო, ჩემო დედოფლებო. ხო, დღეს მოვედი რაღაც ისე უცებ მოვედი. უცებ მეგობრებო. ანა მარია, საუბარი უნდა გასწავლო. პირადად შენთან მაქვს პრეტენზია. ხო. აი ეს საუბრის პრეტენზია პირადად შენთან მაქვს. ადამიანო. თქვენობით რა, საკლასო ოთახში ვზივართ? თუ რა იყო, ხალა? შენი ცოცხლები ხო? რანაირად მოგაწოვა, გამოგიგზავნო უნდა. პოსტით. პოსტით შეხო გამომიგზავნე, დასტა. ხო და მეც უნდა გამოგიგზავნო, რა პრობლემაა? ხო, რა იყო? ბებიაშენს უნდა დაანახო, აგენი ყველა დილაშუა დღის საღამოს. და ეგება მოცოცხლდეს ცოტა. ჰა? რა სიტყვი? გაიხარეთ მეგობრებო. რა ვიცი, მე მგონი ცოცხალი ვარ. ცოცხლებს სიაში ჯერ წერი ვარ მეგობრებო. მე რა ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ვარ და მე რა ვერ გეტყვი. ეს ჩემი ფარაონი რატო ეგეთ მიბრუნებო? ნეფერტიტი ბოდიში. მეგობრებო, მე მინდა დავიწყო ახლა თქვენი ენერგიებით. დღევანდელი ჩვენი თემა ჯერ არ ვიცი. ჯერ არ ვიცი. არა გევიგებ. მე მინდა თქვენი ენერგიები წავიკითხო. თქვენი ენერგიები მეგობრებო. ჩემი მეგობრები არ არიან აქ, ხო? მე დავიწყებ ახლა. დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ვინ ხართ თქვენ? როგორი ადამიანები მიყურებთ? ვინ ხართ მეგობრებო? ვინ ხართ თქვენ? ძალიან ცუდად ხართ ზოგიერთები. ხა დღეს მაგალითად ეხლანდელი თქვენი სიტუაცია ესეთია. ზოგჯერ კარგად ხართ, ზოგჯერ ცუდად ხართ, ხო მეგობრებო? ხა, ცოტა გული გაქვთ დამძიმებული. კიდევ თქვენი ენერგიები.
შენ ვინც გიყურებს ყველა რაო ყველა შენი მეგობარია ჩემი ჩათვლითო გაიხარე უღრმესი მადლობა ხო მეგობრებო ეხლა დავიწყოთ კი არა და გავაგრძელებ მეგობრებო ცოტა გული კი გაქვთ რაღაცებზე დამძიმებული მაგრამ მაინც ქალურ ენერგიებში ხართ კი ზოგჯერ შეიძლება ისეთი შეგრძნებაც გქონდეთ რომ თითქოს რაღაც მიტოვებულის ვარიანტი რა რაღაცნაირად შეიძლება ესე იყოთ კიდევ თქვენი ენერგიები ზოგჯერ ქალურები ხართ და ზოგჯერ მამაკაცურები ხართ აი უყურეთ ახლა გოგოებო ზოგჯერ ხართ კი ისეთ ნაზები მაგრამ ზოგჯერ ისეთი მამაკაცური საქცელის გამოვლინება გიწევთ რომ სხვა გზა რო არ გაქვთ კიდევ თქვენი ენერგიები ძალიან სამართლიანები ხართ ძალიან ისეთი ადამიანები ხართ ვინც ყველაფერს სერიოზულად მიუდგებით ზედაპირულად არა მეგობრებო სერიოზულად მაგრამ უყურეთ რა ხდება მერე თქვენ ვერ რჩებით წაგებული ძალა გამოცლილები ხო ძალიან ცუდად ხართ მერე საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით მეგობრებო მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით მიყვარხართ ყველანი კიდევ თქვენი ენერგიები ხა ეს ჩავაბრუნე და ამოვიდა იმდენად დიდი ტკივილი გაქვთ მიყენებული სხვებისთვის კი არა მეგობრებო საკუთარი თავისთვის ხო რომ გინდათ რომ საკუთარ თავს მოუხადოთ ბოდიში და კიდევ ერთხელ ითხოვოთ სამყაროდან იმის შანსი რომ აი გადარჩეთ მოდი ესე ვიტყვი ხო რო გადარჩეთ მეგობრებო აი მე ერთი ეს არ გადმომივარდეს თორე მე ვერ გადარჩები კი ვიცი ხო კიდევ თქვენი ენერგიები ჩემო ძვირფასებო თქვენი ენერგიები ხო აღიარება მომწონს თქვენი კი ძალიან მიმზიდველები ხართ ძალიან სექსუალურები ხართ თუმცა იცით როგორაა კიდევ თქვენს ენერგიებს კიდე არ ამჟღავნებთ არ გამოხატავთ აი შიგნით იკლავთ რაღაცა გრძნობებს ენერგიებს ამ ქალურობას ამ სექსუალურობას აი ამ თავისუფლებას აი ამ შარმს რატომღაც მალავთ არ ვიცი რატომ მალავთ მეგობრებო თქვენი ენერგიები ხო ამბობთ რომ არ მინდა რომ ილუზიებში ვიყო კიდევ იმიტომ მალაო ამბობთ რომ აღარ მინდა რომ კიდე გული მქონდეს დამძიმებულიო აღარ მინდა კიდევ ქარიშხალი დამატყდესო კიდევ აი ელვაში მოხვედრილივით არ ვიყო ამას ამბობთ ხო აი გული რო დაგისერეს ისე აღარ გინდათ რომ იყოთ და ამიტომ ამბობთ რომ ხო ესე მირჩევნია ყოფნა არა უშავს ჩემო კარგო თოჩი რა ტიპი ხარ თქვენი ენერგიები მეგობრებო გაკვეთილები გაიარეთ ხო ძალიან მწარე გაკვეთილი გაიარეთ კარმული გაკვეთილები გაიარეთ ხო მეგობრებო ხო თქვენი კარმული გაკვეთილები რაში მდგომარეობს ახლა გეტყვით იმაში მდგომარეობს მეგობრებო რომ გული უნდა გააღოთ გახსნათ უნდა გულის კარები კიდე ხო მეგობრებო მეგობრებო თქვენი ენერგიები ეძებთ ხო ეძებთ მაგრამ ვერ იპოვეთ მეგობრებო ვერსად ეძებთ თქვენნაირს ხომ ჩემო ძვირფასებო ეძებთ თქვენნაირ თქვენი გულის გასაღებს ეძებთ აი ნახეთ უბრალოდ ხა თქვენი გულის ადამიანს ეძებთ და აი ხართ გაავებულები თუ ნუ არ ვიცი რა დავარქვა ამას იპოვეთ თუ ვერ იპოვეთ რაღაც ესე ხართ და გინდათ სურვილი გაქვთ
ხა სად ხარ ამის დედაცო ამბობთ ხო მეგობრებო? მეგობრებო აღიარეთ ახლა სად ხარ შენი დედაცო ხო ეუბნებით მეგობრებო? კი შენ მოხვალ თუ მე ვიდეო მეგობრებო შენ მოხვალ თუ მე მოუფრინდეო ეუბნებით მეგობრებო თუ რაფერაა საქმე სწავლი თუ გიტოდეთ ხო ამას თქვენს მეტი ვერავინ ვერ იზამს ვერც გაიფიქრებს მეგობრებო მხოლოდ თქვენ ხო ასეთ რაღაცას მხოლოდ თქვენ თუ გაიფიქრებთ თორე სხვა ვერა სასწაული ასწავლები ხართ კი კიდე თქვენი ენერგიები ყველანაირი ხერხის გამოყენება დეპრესიიდან გამოსასვლელად რა თქმა უნდა მეგობრებო აი ნახეთ ყველანაირი ხერხის გამოყენება დეპრესიიდან გამოსასვლელად თავიდან დაწყება ცხოვრების ხო სამარაზვიძიე სამასასრე და ტოჩენიე ხო გინდათ რომ სულიერი სიმშვიდე იპოვოთ სულიერი ძალა იპოვოთ სულიერად მყარად იდგეთ ფეხზე ხო ამისთვის ყველაფერს აკეთებთ ძალიანაც კარგი კიდევ თუმცა თქვენ სახეს არავის არ ანახებთ რომ იმდენად დაღლილები ხართ მეგობრებო ნახეთ თქვენი ნამდვილი სახე არავინ არ იცის თქვენ გარეთ გადიხართ ნიღბით ნიღბებს ატარებთ და ადამიანებმა არ იციან თუ შიგნიდან რამდენად აი ანუ ხო ხვდებით რასაც გულისხმობ შიგნიდან რამდენად განადგურებულები ხართ დაღლილები ხართ ხო აი რაღაცნაირად ხართ კი კიდევ თქვენი ენერგიები საზღვრები გაქვთ აღმართული უკვე ადრე თუ კი ადამიანებს უშვებდით თქვენთან აი ძალიან ისე ადვილად ეხლა არა მეგობრებო დაასტოინათო ეუბნებით თქვენი ენერგიები რაღაც გაქვთ ჩაფიქრებული მეგობრებო რა ჩაიფიქრეთ მეგობრებო რა ჩაიფიქრეთ ძალიან მაინტერესებს ის რაც თქვენ ჩაიფიქრეთ ამაზე აღარ საუბრობთ და იცით რატომ იმიტომ რომ კიდევ არ მოხდეს ადამიანების ნეგატიური ზეგავლენა თქვენზე რომ აი ისედაც მაინც დაინახავს ყველა თავის დროზეო ასე ამბობთ თორემ რაღაც გაქვთ ჩაფიქრებული კი მაგრამ არავის არ ეუბნებით სამყაროდან ღებულობთ შანსს და უკვე არავის აღარ ეუბნებით ადრე შეიძლება უფრო საუბრობდით და ეხლა აღარ ნახეთ რაღაც შესაძლებლობები უკვე შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ აღარ საუბრობთ ამაზე. ძალიანაც კარგი, მეგობრებო. ვინ პარტნიორობას აპირებთ, ვინ ფეხმძიმობას აპირებთ, ვინ იწმინდებით, ამ ყველაფერს არავისთან არ ამბობთ. ძალიანაც კარგი. ხო. რაღაცები იღვიძებს თქვენში, რა სპასობნას, ხო, აი შეიძლება რაღაც შესაძლებლობების კარები იღება თქვენ ცხოვრებაში. იქნებ რაღაცებს ღმერთ როგორ მინდა ვთქვა, რაღაც შესაძლებლობები გეძლევათ, მეგობრებო. არ ვიცი ხა ვის რა შესაძლებლობები გაქვთ, ვის რა შეგიძლიათ, მეგობრებო. ხო. ბევრი შეიძლება ფიქრობთ ოჯახის შექმნას, და ფეხმძიმებას, ბავშვის გაჩენას. ხო, ეხლა ვისთანაც შესაძლებელია, ხა ზოგმა არ დამიწეროთ რა ის ბავშვი რა ასაკი მაქვს, მეგობრებო. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, აბატონო, კი. ხო არ ჭედავს? მეგობრებო, ხო არ ჭედავს? რაღაც ჭედავს მე მგონი.
თუ არა, თუ მე მომეჩვენა. მოკლედ ესეთი იყო თქვენი ენერგიები ჩემო ძვირფასებო. გააქვთ ინტუიცია, თქვენ ძალიან კარგად იცით ახლა მე რაზეც ვისაუბრე. თქვენ გულის კარნახს მიყევით. კი, ესეც ბოლო სურათი და თქვენი გულის მელოდიას, თქვენი გულის კარნახს. აი მე მეგობრებო, თვალი გაქვთ სასწაული. ხო, ამიტომ არავის არაფერს აღარ ეუბნებით, რომ არ გაითვალოთ. კი ბატონო, მივესალმებით თქვენს გადაწყვეტილებას, ესეთი იყო თქვენი დღევანდელი ენერგიები და თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება. ხო, ეხლა ჩავიფიქროთ საპირისპირო ადამიანი. მეგობრებო, ერთი დღე დედამთილებზე უნდა გავშალო, რა სიტყვით? გოგოებო. თუ ყავთ დედამთილი, უნდა გავშალო დედამთილებზე. რა სიტყვით, ჩემო ძვირფასებო? თუ მამამთილებზე ჯობია. მეგობრებო, დედამთილები თუ მამამთილები? მაზლები თუ მულები? თუ ქმარის ბიძაშვილები? როგორ თუ სიდედრის მამიდაშვილები, რა ვიცი, მეგობრებო? ვის რომელი გაწუხებთ? აჰა. საყვარელ მამაკაცსა, მეგობრებო, აღარ მოგდეს დათ. შაქარ დედიკო ჯობია, ქალი აგერ. სწორედ. ქმრის მოდგმაზე გაშალე, ეს მომეწონა ანა მარია. გენიოსი ხარ მეთქით, ულა კი არ ვამბობ. მეგობრებო, არ მაქვს მასეთი გაშლები. კითხვა პასუხები არ მაქვს. მოკლედ, ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი და დავიწყოთ ახლა მისი ენერგიები. რა ენერგიებშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? ძალიან მაინტერესებს. ახლა დღევანდელი მისი ენერგიები. უარი. რა უარი? შეცდომები. რა უარი და რა შეცდომები? მეგობრებო, როგორ ენერგიებშია და უარყოფით ენერგიებშია. ეს ადამიანი ახლა ხდება, რომ დააშავა. საკუთარ შეცდომებზე საუბრობს, საკუთარ თავთან ოღონდ. ხო, ძალიან ეწინააღმდეგება ზოგადად საკუთარ თავს. ამ ადამიანს უყვარს პაექრობა, ხო, მეგობრებო, ურთიერთობაში. თუ როგორაა? ხო, გაავებულია. მე არ ვიცი, ახლა გული ვერ გაიტანა ეთყობა. მისმა საქციელმა. ხო, ამიტომ გაავებულია. გიჟსკას. ხო. გიჟსკას, მეგობრებო. თავისი მოწოდებები დარჩა წარსულში. დაუმალე კარტი. ხა, კიდევ მისი ენერგიები, მისი დღევანდელი ენერგიები. თუმცა ეს ადამიანი ცდილობს, რომ ბალანსი შეინარჩუნოს, მაგრამ არ გამოდის, იმდენად ტოქსიკურია, მეგობრებო, მისი საქციელი და მისი ემოცია იმდენად ტოქსიკურია, მეგობრებო, რომ გარბის, უსასრულობაში გარბის. გაურკვევლობაში გარბის, თავის ბალოტში დარბის, მეგობრებო, წინ და უკან. წყალში როგორ დარბის კალიასავით, ხტუნავს. რა მაგარ პოზაშია, რო იცოდეთ. ხა, ოზას მიუმადოთ. ოზა მივიღებთ ლუწუნ პროტონსო. მეგობრებო, თუ როგორაა? აღარ შემიძლია. მე კიდევ თქვენზე ვგიჟდები. თქვენ ხო გიყვართ ჩემი მოსმენა. ხო და მე ორმაგად ვგიჟდები თქვენზე, იმიტომ რომ აი კარგ ხასიათზე ვდგები, მეგობრებო. შეძლების დაგვარად, თუ კი შემიძლია უბრალოდ ჯდომა სკამზე. მოდი ესე ვიტყვი. ხო, თქვენთან ყოფნას არაფერი მირჩევნია. იმიტომ რომ მეც თქვენთან ერთად ვხალისობ და რა გავაკეთო? ხო. მისი ენერგიები, საცოდავის პრუზუნ მაგააწყალა გული.
ამ ადამიანს ჩაფიქრებული აქვს, ეხლა უყურეთ, აფერისტობა. ხო. ამ ადამიანს ჩაფიქრებული აქვს, ეხლა რას ფიქრობს? ჯერ ფიქრის დონეზე ფიქრობს, მეგობრებო, ეხლა უბრალოდ ისე არ ფიქრობს, რომ უკვე გადაწყვიტოს რაიმე მსგავსი, მეგობრებო. ეს ადამიანი ფიქრობს, ეხლა ნახეთ, ვიპოვნენია ზადუმანავა. ეს ადამიანი ფიქრობს, ეხლა თუ როგორ მოვიდეს და ბოდიში მოგიხადოთ, მაგრამ პერსპექტივაში. ხო. და ამ ყველაფერს ფიქრობს, აი ესე ზედაპირულად რა, საცოდავი მისი დღე. ხო. ტვინი რო რიგდებოდა, ეს იქ არ იყო, მეგობრებო. მუსიკა როა რაღაცა. რაღაცა მუსიკაა მდაგვარი. კიდევ, მისი ენერგიები. ოხ, რა ცუდათაა ამ ფიქრის დონეზე რო ცუდათაა, მეგობრებო. ფიქრის დონეზე ცუდათაა. ამ ადამიანს შეიძლება უფიქრია, რომ რა თმინდაფერი სიცოცხლეო. ხო, შეიძლება უფიქრია, რომ ღმერთო მომკალიო. ან სიკვდილზე უფიქრია. შეიძლება ხშირად ფიქრობს, ნეტა რომ მოგტებოდე რა იქნებაო, თუ იდარდებო. ალბათ თქვენზე ამბობს, ნეტა რომ მოგტევო, თქვენ თუ იდარდებთო. ვაი, მაგის პატრონს უბედურს. გაცუროს, კი, გაცუროს. ხო. ნეტა მე რო ცუდად ვიყავო, შენ თუ იდარდებო, მეგობრებო, ამას ამბობს. ხო, ან იქნებ იმას ამბობს, მე ვკტები და შენ თუ დარდობო. ხო, რა თქმა უნდა, ეგოისტი, მეგობრებო. ხო, კიდევ. დამსახურებულადაა, მეგობრებო. ოხ, როგორც გხედავთ, ნეტა იცოდეთ, მეგობრებო, ნახეთ. ამ ადამიანს ეს ადამიანი გხედავთ ძალიან ლამაზ, ძალიან მიმზიდველს, ელეგანტურს, სექსუალურს. არ ვიცი რა საჩვენებთ, მაგრამ ეპრანჭებით, მეგობრებო, ხო? ნახეთ? აი ესეთ გეხართ და ფარდის უკან ეპრანჭებით, კი? და ეს ადამიანი გხედავთ, რომ თქვენ იპრანჭებით და ცუდათაა. მე არ ვიცი. მეგობრებო. სულის გავარდნიაო, ხო, მეგობრებო? და მე საკუთარ თავთან კონფლიქტურ სიტუაციაშია. შეუფერებელ სიტუაციაშია. იქნებ თვითონ ფიქრობს, რომ შეუფერებლად იქცევით. ესეც შეიძლება იყოს, მეგობრებო. ამის გამო კონფლიქტებშია საკუთარ თავთან. არ მოსწონს, გაჭედილშია, ხო? ჩემთან გაჭედა თუ თქვენთან, მეგობრებო? ამ ადამიანს არ მოსწონს, რასაც აკეთებთ და როგორც იქცებით. ნეტა იცოდეთ, რომ არ მოსწონს ბედური სიტყვა. შორის მანძილია. კი, თქვენ შორის მანძილია. ეს ადამიანი შორსაა თქვენგან. თქვენგან გაქცეულია ეს ადამიანი. შორსაა, მეგობრებო. ეს ადამიანი ყოველთვის გარბის თქვენგან შორს. და ესეც ქმნის დაბრკოლებებს. კიდევ მისი ენერგიები. მისი ენერგიები როგორია, მეგობრებო და იცით რას ფიქრობს? თვითონ ფიქრობს, აი, საკუთარი თავის რწმენა არ აქვს, თითქოს რაღაცა თავდაჯერებულობა აკლია ამ ადამიანს. ხო, შეიძლება იყოს ჩარევები ადამიანებიდან. ხო, თუმცა აღიარებს. კი. კიდევ მისი ენერგიები. კრიზისი აქვს. ახლა გეუბნები ჩარევები, მეგობრები, ამ ადამიანს წმენდები ჭირდება. მე არ ვიცი. წმენდები ჭირდება, თან უკვე ნახეთ, უკვე დროა იმის, რომ ამ ადამიანმა გაიწმინდოს ამ ცუდი ნეგატივიდან, ცუდი ფიქრებიდან. ხო. იმიტომ რომ უკვე კრიზისი აქვს. შეიძლება ამ ადამიანს შეიძლება კონდეს რაღაცა ძვირფასი ტელეფონი, ან ძვირფასი ნოუთბუქი, ან აიფონის რაღაც ნივთი კონდეს.
შეიძლება ხშირად იჯდეს კომპიუტერთან კი თან როგორი ჯდომა აქვს ბნელში ჯდომა უყარს მეგობრებო მუხლებზე უდევს ნოუთბუქი რო იტყვიან შეიძლება ესე ჯდება ხოლმე კიდევ მისი ენერგიები შეიძლება ხშირად საათს უყურებდეს ხო მისი ენერგიები მეგობრული ეს ადამიანი მეგობრულად გიყურებთ იქნებ ზოგიერთებთან მოგიყო არ ვიცი მეგობრებო მაგრამ ხო ერთგული ვერნა ეს თქვენი ერთგული ასე ამბობს ნუ ადრე რა იყო არ ვიცი მაგრამ ეხლა ამბობს რომ თქვენი ერთგულია მისი ენერგიები ამ ადამიანს თქვენთან სიახლოვე უნდა ახლოს ყოფნა უნდა ურთიერთობა უნდა შეიძლება ხო ის ენერგია თუმცა ამ ყოლაფრიდან იცით როგორა აი ამ ადამიანმა ურთიერთობა უკვე გაუშვა აი სამყაროს იმედზე რა თუ იქნება თუ ბედია იქნება რაღაც ესეთი ხო ესე გაუშვა ურთიერთობა კიდევ მისი ენერგიები გულაქვს ძალიან დამძიმებული ძალიან გამოუვალ სიტუაციაშია მეგობრებო ძალიან ცუდათაა მეგობრებო ამ ადამიანს კი მხოლოდ შენ მიყვარხარ რომ ამბობს ამ ადამიანს მეგობრებო ძალიან ცეცხლში იწვის ცეცხლის ალში იწვის ამ ადამიანს უნდა თავიდან დაწყება ურთიერთობის მაგრამ სულიერად დაბალ ვიბრაციებშია მეგობრებო სულის ტკივა მოდი ასე ვიტყვი ხო ამ ადამიანს სულის ტკივა სულიერად ძალიან დატვირთულია ამიტომ ცუდათაა კი ნუ რა ვქნათ თავის თავს დააბრალოს ესეთ გამოუვალ სიტუაციაშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი სათაური მისი სულის ტკივილიო კი ბატონო ანა მარია მისი სულის ტკივილი ხო ნუ ეხლა იმსახურებს ალბათ და იმიტომ კი შეიძლება მეგობრებო შეიძლება არა დაიმსახურა კი აბა ამდვილად დაიმსახურა კალამს ვეძებ ეხლა რო არ დამარიცხდეს ხო ესეა კი სულის ტკივა კი ძალიან ტკივა სული მეგობრებო თუმცა ამბობს რომ ძალიან დიდ სიყვარულს ვატარებო და მინდა რომ მეორე შანსი ავიღო სამყაროდანო იმიტომ რომ მე ნახეთ უბრალოდ როგორ საუბრობს მე სიმართლეს გაუსწორე თვალეო მე მივხვდი უკვე გავიაზრეო რომ შენ ხარ მხოლოდ ის ერთადერთი ვისთანაც მინდა ოჯახის შექმნა მაგრამ ძალიან გულგატეხილი ვარო ამბობს ამ ყველაფერს არ გეუბნებიო მეგობრებო კი მეგობრებო ეს ადამიანი შეიძლება იყოს ზემოქმედების ქვეშ ან იქნებ თქვენს ურთიერთობაში იყოს ზემოქმედება თუმცა ამაზე საუბარი არ უნდა ამ ადამიანს მაგრამ ამბობს რომ მეორე შანსი მინდაო ცხოვრებაში კიდევ შენთან ერთად ხო ნახეთ ეს ადამიანი თავის ნამდვილ სახეს არ გაჩვენებთ ნახეთ დავამთავრო მინდა და არ მაცდის რომ დავამთავრო კარმა მიუკაკუნა კი ესა მისი კარმა ეს არის მისი კარმა რომელიც უნდა გაიაროს მან რომელიც უნდა დაამუშავოს მან რომელზეც უნდა იფიქროს მან თუ არა სხვა ვერ იზამს ხო არა და ეს ისეთი საქმეა ხა ბავშვს ისით ვერ გააკეთებს ხო მეგობრებო თუ როგორა ესეთი იყო მისი დახასიათება ჩემო ძირფასებო მისი ენერგიები ასე რომ არა უშავს თხის რქა ცოტა დააგვიანეთ კი მაგრამ არა უშავს მეგობრებო პარტნიორული დახასიათება უკვე გავიარეთ ეხლა დავიწყებ
ჩვენს დღევანდელ თემას. Მისი სულის ტკივილი, უნდა ამოვიღო ახლა ის კარტი. აი ჩვენი დღევანდელი თემაც. მადლობა ანა მარიას იდეის მოწოდებისთვის. ასე რომ დავიწყოთ ახლა. რატომ ტკივას სული თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს? მისი სულის ტკივილი მეგობრებო. ბებია ჩემი იტყოდა ხოლმე მოსასწრაფი მაქო. მე მგონი მეგობრებო გამოჩნდება მალე თქვენს რადარზე ეს ადამიანი. კი, ასე რომ ხო. მისი სულის ტკივილი. აბა ბიჭოს დავიწყოთ. რა არის მისი სულის ტკივილი? მოდი ჯერ რას გვეტყვის, ხო? პაუზა მისი სულის ტკივილი. ძალიან დიდ გულის ტკენაშია ეს ადამიანი, რომ პაუზებშია. კიდევ მეგობრებო, ჭკუაში მოტყუებულია. მივხვდა რომ ჭკუაში მოტყუდა, ამასაც ესეც მე ვარ. აი, მეგობრებო, ნუ რა გავაკეთო? ესეც მე ვარ. თავზე დამამხო ყველაფერი. ეს რა იყო და თავზე დამამხო ყველაფერი. მე რა ვიცი რა იყო. ხო. აგი იყო იგი. აგია იგი. ანა მარია აგია იგი. ხა. იგია იგი რომ ეს ტკივას სულის ტკივა ადამიანს თავზე დაგვამხო ყველაფერი. ხო ხედავთ? ხა. რატომ ტკივას სული? რა დააშავა ამ ადამიანმა სამისო? ჭკუაში მოტყუებული რო დარჩა. მეგობრებო, რა დააშავა? სულ კამათობდა, სულ გეჩხუბებოდა, სულ გაუგებრობა იყო, სულ ცვალებადი ხასიათების იყო, სულ გაიგნორებდათ. კიდე რა დააშავა? სულ მიდიოდა. წავიდა. კიდე რა დააშავა? ხა. რა დააშავა ის მეგობრებო, რომ დეგრადირებულია ახლა. ეხლა არის დეგრადირებული. ხო. ძალა აღარ აქვს, ნებისყოფა აღარ აქვს. სურვილი აქვს კი, მაგრამ მხოლოდ სურვილი, ფიქრის დონე. ხო. კიდე. მისი სულის ტკივილი. მაინც კიდევ ვცდიო ამბობს. მოეკვეთა ფეხები კი. მისი სულის ტკივილი, მეგობრებო, არის ის, რომ ძალის მოკრეფა უნდა და ისევ ბედის ცდა უნდა თქვენთან. კიდე უნდა რომ ბედი ეცადოს. უფასოა კითხვების გარეშე. კითხვა პასუხის გარეშე. კიდე ეს ადამიანი თქვენთან არ იმყოფება, მეგობრებო. ესეც გამოუვალი სიტუაცია მისთვის. ესეც სულის ტკივილია მისთვის. და ნახოთ. მეგობრებო, ამ ადამიანიდან ან ამ ადამიანზე მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ. მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ. რა ამბავს გაიგებთ? რა იქნება ეს მნიშვნელოვანი ამბავი? რა არის ის ამბავი, რა ამბავსაც გაიგებთ ამ ადამიანიდან? ხო. გაიგებთ იმას, რომ ჩაცხრილულია ხმლებით. სამიანების ხმლებშია.
ძალიან დამწუხრებულია, ძალიან დასევდიანებულია, ძალიან ცრემლებს შეიძლება ტიროდეს. კი. თქვენ თუ კი იცით რომ ამ ადამიანს ტირილი შეუძლია, შეიძლება ტიროდეს კი. ძალიან ბევრი ბრძოლა უწევს, ძალიან გონება გაფანტული სიტუაცია აქვს, აზრებს თავს ვერ უყრიდეს მეგობრებო. ხო. თუმცა გარეგნულად გაჩვენებთ თავს რომ თითქოს ბალანსშია. ან ბალანსში უნდა რომ მოვიდეს. მისი სულის ტკივილი, ოჯახი, დაიგრა ოჯახი. მისი სულის ტკივილი არის ოჯახი. ოჯახი, რომელიც აღარ აქვს. ქმარშვილი, ცოლშვილი, რა ვიცი, ვის რომელი ყავთ მეგობრებო, აღარ აქვს. ხო, ესა მისი გულის ტკივილი, სულის ტკივილი. მისი სულის ტკივილი. თავისი ტყუილებით. ხო, ეხა დანაკარგებშია, ძალიან დიდი დანაკარგებშია. დანაკარგებშია, მეგობრებო და რა გააკეთოს ეხა? ნუ რა ქნას? მისი სულის ტკივილი არის ოჯახის დანაკარგები. ხო, ხავი და ბარაკა. გაურკვევლობა ეს ორი ჩავაბრუნე ზუსტად ისევ ამოვიდა. მისი სულის ტკივილი ხართ თქვენ. მისი სულის ტკივილია ის რომ თქვენ ხართ მისი ხავი და ბარაკა და თქვენ არ ხართ მასთან. გაურკვეველი სიტუაცია მისთვის ესა მისი გულის ტკივილი, სულის ტკივილი. ხო, არ მოსწონს ეს, ხო. ამ ადამიანმა შეიძლება გული ძალიან გადკინათ. ნუ ვისთან რა და ვისთან რა მეგობრებო. ნახეთ ეხა რა ხდება. ძალიან ბევრი უპატიოსნობა იყო მისგან. ამ ადამიანმა შეიძლება სახელი შეგილახათ. აი, შეიძლება მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობა უნდოდა, მეგობრებო, პასუხისმგებლობის გარეშე. ხო, რომანტიული ინტერესები ქონდა შეიძლება ამ ადამიანს. ხო, არანაირი პასუხისმგებლობა. აჰა, კიდევ. აი, წუხანდელებით დაიწყო. რატომ იწერს ამას ვერ ხვდები? რა უნდა, ხომ არ მეტყვის? ეს ორი დღეა რა გამიწყალა გული? არა, რაღაცა გაფრთხილებას მიწერს. ხო. ხო, და რატო რას მაფრთხილებს? არაფერი მიქნია და. ამ ადამიანმა შეგაფერხათ, ამოგაყირავათ, აი პატივმოყვარეობა შეგილახათ. ნახეთ, მეგობრებო, ორივე უპატიოსნობის თამაშის კარტია. აი ძალიან შეგარყიათ რა, რო იტყვიან, მეგობრებო. შეიძლება შეგარყიათ ფსიქოლოგიურად, ძალიან დაგტანჯათ. ნუ არ ვიცი ხა ვის რა და ვის რა, კიდევ. ხო? ნივთებს ვიყენებ, ეხლა ხო ვიყენებ ამ ნივთებს. 2 წელი ამ ნივთებს ვიყენებ და რას ლაპარაკობს ეხლა მაგი? ვერაა დალაგებული. თვითონ წერს და თვითონ კითხულობს. ხო. თვითონ წერს და თვითონ კითხულობს. აბატონო, ავიღეს ანთელი. ახლა ნახავ ეხლა რაც მოიფიქრებს ეხლა კიდევ. ლენჩი. ზუბზუ, მეგობრებო, უსამართლობა. ამ ადამიანმა რა გააკეთა იცით? მეგობრებო. ამ ადამიანმა ბევრი მანიპულაცია ჩაგიტარათ. ძალიან ბევრი იმანიპულირა თქვენზე. თუმცა ოქროს ხელები აქვს, მაგრამ ხო, აი მანიპულაციები ჩაგიტარათ. მოდი ასე ვიტყვი, შეგისრულად რო იტყვიან, მეგობრებო, მაპატიეთ, არ მიყვარს ესეთი საუბარი, მაგრამ რაც მომდის, ის უნდა ვთქვა, ხო. ძალიან უსამართლოდ მოგექცათ, უპატიოსნოდ მოგექცათ. აი არა სამართლიანობა გამოიჩინა. აი შეგარყიათ მორალურად, ფსიქოლოგიურად, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებით დაგიტოვათ. აი არ ვიცი რა ვთქვა მეგობრებო. შეიძლება რაღაცა გაგიკეთათ კი, რაღაცა იმაიმუნა შეიძლება მეგობრებო.
ეხლა საჯაროა და თლათ ამას ვერ დავეყრდნობით, იმიტომ რომ ყველასთან შეიძლება არ იყოს, მაგრამ ხო შეიძლება ვინმესთანაც იყოს ის, რომ აი ზემოქმედებაც გააკეთა, თქვათ და ხო. ამიტომ ეხლა არის თვითონ გამოუვალ სიტუაციაში. სტკივა, გულის ტკივა, სულის ტკივა ამ ადამიანს. ამიტომ ძალიან დაგიშავათ. გაგანადგურათ ფაქტიურად. ერთ დროს შეიძლება იფიქრა, რომ ნახეთ ქვემოდან. ხო, შეიძლება უნდა და გამარჯვება და იფიქრა, რომ ვახ, რა მაგარი ბიჭი ვარ, ან რა მაგარი გოგო ვარ, ნახე, როგორ გაჯობე. მაგრამ მეგობრებო, ცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დარჩა მარტო. თავისი სიჯიუტით, თავისი ამპარტავნობით, თავისი ეგოისტობით, თავისი ბრძანებლური მოთხოვნილებებით. ხო. ძალიან ავტორიტეტობა უნდა და მეგობრებო. ურთიერთობაში უნდა და ავტორიტეტობა. როგორც თვითონ იტყო და ისე უნდა ყოფილიყო ყველაფერი. ხო. მაგრამ ვერ მიართვეს. კიდევ. და მეგობრებო, ვერც ვჯდები. კიდევ მისი ენერგიები. ოხ, რა ცუდად არას ამბობს, იცით, ვერ გამოვიყენეო შანსია. შენთან მიმართებაშიო შანსი ვერ გამოვიყენეო. ეხლა ეს ყველაფერიო წარსულში დარჩაო, შენთან ერთადო. ხო, მეშინიაო ზედაპირული ურთიერთობისო. მეშინიაო დაგვიანებისო. თუმცა მოსვლამი და მოულოდნელად. ეს ადამიანი მეგობრებო, თავს არ დაგანებეთ, ესე ადვილად იცოდეთ. აუცილებლად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, 2 ვადაში, 2 საათში, 2 დღეში, 2 კვირაში, 2 თვეში. შეიძლება იყოს 12 საათი, 2 წუთი, 2 საათი, 12 საათი, 22 საათი. ხო. აი რაღაც ორიანებთან კავშირშია. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ყავდეს კიდევ 2 შვილი. შეიძლება ყავდეს გოგო ბიჭი. ხო. კიდევ მეგობრებო. 12 შეიძლება იყოს. 12-იც შეიძლება იყოს, მეგობრებო. კი, 22 შეიძლება იყოს. 24 შეიძლება იყოს. ორიანებთან კავშირშია. ხო. არ ვიცი რატო ვთქვი ახლა 24, მაგრამ ნუ კაი, რადგან ვთქვი, ალბათ ასე იყო საჭირო. მეგობრებო. აუცილებლად გამოჩნდება ეს ადამიანი, თქვენ წინად გრძნობა გააქვთ, რომ უნდა გამოჩნდეს, კი. კიდევ მისი სულის ტკივილი, მეგობრებო. სამყაროს იმედი აქვს ძალიან. ეს ადამიანი თქვენ გამოკამათობს ვიღაცასთან. ეს ადამიანი ვიღაცასთან კამათობს. კი. ამდვილად კამათობს, იცოდეთ. თქვენ გამოკამათობს. თუ იციან თქვენი სახელი არ ვიცი, თუ არ იციან, სახელდობრ თუ არ იციან რომ ვიღაც არის და ეს ვიღაც თქვენ ხართ, მეგობრებო. კიდე. ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი. ეს ადამიანი თუ კი იქცევა რაღაც გაურკვევლად, მეგობრებო, თუ დააბრატნიზია, ხო, გაურკვევლად. იცოდეთ რომ ტრანსფორმაციაშია და იმიტომ სტკივა სული. თქვენ იცით რა რთული სიტუაცია ტრანსფორმაციაში ყოფნა. სულის ტკივილი, გულის ტკივილი, ყველაფრის ტკივილი იცის, მეგობრებო, მოსვენებას დაგაკარგიებს. ისეთი რამეა. მე მაქვს გავლილი ეს პერიოდი. ისე მტკიოდა სული, მეგობრებო, კარტი გადამივარდა და ვერ ავიღე. სული ისე მტკიოდა, მეგობრებო, რომ აი არ ვიცი. ძალიან ცუდად ვიყავი. სული ისე მტკიოდა გულის გაჩერებამდე. ხო.
კიდევ მეგობრებო, რას გეტყოდათ? მოდი ვკითხოთ ახლა. რას გეტყოდათ ეს ადამიანი? აი, უფლება რო კონდეს ახლა ამ ადამიანს. რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ მეგობრებო? უფლება რო კონდეს ამ ადამიანს. მეგობრებო, ნახეთ. აი უბრალოდ შეხედეთ. მეგობრებო. ნახეთ, რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ მეგობრებო? და ნახეთ ახლა. უფლება რომ მქონდესო და მომცეო, იქნებ თქვენ არ აძლევთ უფლებას. თუ თქვენ უფლებას არ აძლევთ, ამ ადამიანს უნდა თქვენთან მოსვლა პასუხისმგებლობით. ხა. უფლება რომ მქონდესო, მოვალ თქვენთან, შენთან მოვალო ამბობს, მაგრამ არ მაძლევ ამის უფლებას. ხა, ჩამიკაკუნა სამყარომო, ჩამიკაკუნა ბუმერანგბაო ამბობს. ხო, გადაჭარბებულად ვარო ეგოისტიო, ძალიან ზედმეტი მომივიდაო, ამას გეტყოდათ კი. ეგოისტობა ძალიან ზედმეტი მომივიდაო. მეტი მომივიდაო, მეგობრებო. ხვდება თვითონ თქვენ გონიათ ვერ ხვდება? ძალიან კარგად ხვდება. მაგრამ ამას შეიძლება არ გეუბნებათ. ხო, გიმალავთ ამას, არ გეუბნებათ. გეტყოდათ იმას, რომ აი ჩემი ნება რო იყოსო გადაწყვეტილებას შენსკენ მივიღებდიო. დედას პიცა ვარ მეგობრებო. ამ ურთიერთობაზე ვიმუშავებ. აი მე როგორ უნდა თქვენთან? ხო გეუბნებით. ამ ურთიერთობაზე ვიმუშავებ და უკან არ დავიხევო. არ იფიქროთ, რომ ეს ადამიანი თავს დაგანებებთ მეგობრებო. მოსასწრაფი მაქვს მეც აი რამდენი ხნის უკნიდან ვამბობ მეგობრებო. ხა. ეს ადამიანი თავს არ დაგანებებთ იცოდეთ. კიდე გადამივარდა. ამ ადამიანს აქვს პრობლემები. შეიძლება ქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, ფინანსური პრობლემა, მემკვიდრეობის პრობლემა, პრობლემები სამართალთან და ბანკთან. ხო. შეიძლება სჭირდებოდეს ადვოკატი, ექიმი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, რა ვიცი. ხო, ნახეთ ახლა, ფიქრობს, ძალიან არეულდარეულია. მერთო, მეგობრებო. იცით რა მინდაო, მეგობრებო? რა მინდაო? წავედია, დაგტოვეო, გეგმებზე უარი ვთქვიო. ხო, ახალ შესაძლებლობებსო, ახალ ურთიერთობებსო. აი ეს ყველაფერიო, მეგობრებო. ხო? ეს ყველაფერიო? ეხლა მინდაო. წავედი და დაგტოვეო, მაგრამ ეხლა ახლებურად მინდაო ამ ურთიერთობის გაახლებაო, თავიდან დაწყებაო. ნუ რა ვქნა ეხლა თვითონ ასე ამბობს, ახალი შესაძლებლობები და ახლებურად მოდგომა ურთიერთობაზე. ხო, რომ დააბალანსოს ეს ურთიერთობა, აი ნახეთ. სტაბილურად უნდა რომ იყოთ თქვენ მის ცხოვრებაში. მეგობრებო, ნუ რა ვქნა ეხლა? მისი სულის ტკივილი არის ის, რომ ეს აღარ აქვს. აი კიდევ იმეორებს, ეგოისტურად მოვიქეციო. არასტაბილურობის შიში მაქვსო ეხლა. ხო. ძალიან ვეჭვიანობ შენზეო. ეჭვიანობის საბაბს აძლევთ თქვენ და თვითონც ეჭვიანობს. იქ ხო გვაჩვენა რომ იპრანჭებით და მას არ მოსწონს გაავებულია. ამიტომ მეგობრებო, ეჭვიანობს, იცოდეთ რომ ძალიან ეჭვიანობს. ხო, აბა რა, კარგია.
ეს ადამიანი ამბობს, რომ მე დრო ყველაფრის მკურნალიაო. ამ ადამიანს უნდა რომ წარსული დაივიწყოს. კიდე მეოთხე კარტი ეგოისტობის. რა ეგოისტია, ხო ხედავთ, მეგობრებო? ეხლა რას ამბობს, იცით? მე მიყვარხარ და შენ აღარ გიყვარვარო. ამ ადამიანს გონია რომ თქვენ აღარ გიყვართ. თვითონ ასე ხედავს, რომ თქვენ აღარ გიყვართ. მანიპულატორი, მეგობრებო. მანიპულატორი. მატყუ არა. ეს შეიძლება იყოს 21-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანი, პლუს მინუს 5 წელი, მეგობრებო, 40 წლამდე. ხო. კიდევ მანიპულატორი კი, მეგობრებო. ამ ადამიანს ეს ადამიანი, მეგობრებო, ძალიან ღელავსა განიცდის, ახლა იცით რა, დაკარგულ დროს, ენერგიას, ძალას, ფინანსებს, ურთიერთობას, სიყვარულს, გრძნობებს, ამად ღირდა, ამბობს, აი ეს პერიოდია ხშირად იმეორებს. ამად ღირდა ეს ყველაფრიო, რაც მაქვს ეხლაო. ეგოისტობით დამემართა, საკუთარი თავის ეგოისტია. ეს ადამიანი მისი თავის იქეთ ვერავის ვერ ხედავდა ეტყობა, მეგობრებო. მაგრამ ეხლა ფიქრობს, ამად ღირდა, რაც მაქვს ეხლა. ნუ კაი, მაქვს, რაც მინდოდა მაქვს, ხო? როგორც მინდოდა ისე ვარ, ხო? ამიტომ ეხლა ამად ღირდა, ამბობს. პრობლემებშია, სირთულეებშია, ნგრევებში, მეგობრებო, ნგრევებშია. სულელი. თქვენ რა უნდა გააკეთოთ, მეგობრებო? დისციპლინა და წესრიგი უნდა დაიცვათ. ხო. თქვენ უნდა დაიცვათ დისციპლინა და წესრიგი. თქვენ უნდა დაამყაროთ წესრიგი და მიყვეთ უნდა ამ ყველაფერს წესების ფარგლებში. არავითარ შემთხვევაში არ იკამათოთ, მეგობრებო. ხო. არა. არ უნდა მოიქცეთ აი ზნედაცემული ადამიანები ვით. ეხლა ამას შეიძლება რომელიმე თქვათ, რომ არც ვიქცევი ასეო. ვიცით რო არ იქცევი, მეგობრებო, ვიცი. მაგრამ არ უნდა აყვეთ მის წამოგებულ ანკეს. ხო. მის ანკესი არ წამოიგოთ. ხო. თქვენ არ მიწეროთ. ეს ადამიანი ცოტა ხანი იქნება ესე, იმიტომ იქნება, მეგობრებო, რომ ტრანსფორმაციაშია, იცოდეთ. ხო, ძალიან ეშინია დაგვიანების. ძალიან ეშინია ფარული მოტივით, რაიმე არ ჩაიფიქროთ და სამაგერო არ გადაუხადოთ. კიდევ, ხო, ფარულობის კარგი, ხო გაუგნებით. აი ახლა რაც თქვი, კიდევ. ცოცხალ მკვდარია ოღონდაც, მეგობრებო. თქვენ არაფერი, თვითონ აცუდავთ. ხო, ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა. შეიძლება შიშიც ჰქონდეს უკვე, ნერვოზული ფაქტორი, დეპრესიული ფონი აქვს, მეგობრებო. ამ ადამიანმა იმაზე რომ თქვენზე უარი თქვა, ეხლა იმკის თავის შეცდომებს. ხო. ეხლა იმკის თავის შეცდომებს. აი ასე, ხო. რაც დათესა, იმას ეხლა იმკის. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ, მეგობრებო. ცოტა ხანი იქნება ასე. და მერე მოგწერთ. კი. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. იმიტომ რომ ეხლა ტრანსფორმაციაშია და ეხლა თქვენ რო კიდე მიწეროთ, უარეს გააკეთებს, იცოდეთ. ამიტომ მერე დააბრალებთ საკუთარ თავს. არაფერი არ გააკეთოთ, მეგობრებო. მისი სულის ტკივილი. ეხლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. მისი სულის ტკივილი. მისი სულის ტკივილი, მეგობრებო. რა დააშავა ამ ადამიანმა საამისოდ, რომ ეხლა სულის ტკივა. რა დააშავა, მეგობრებო? დედა, всё. აქ ყველაფერი ნათქვამია.
აქ ყველაფერი ნათქვამია. მეგობრებო, ნახეთ რას ამბობს. ეს ადამიანი ამბობს, რომ აქ ორმხრივი სიყვარულიაო. ხო, თვითონ ასე ამბობს. ამ ადამიანს წამს და ჯერა, რომ თქვენს გიყვართ. ხო, იმიტომ რომ ტყულახვარი პრანჭებით ესე. ამ ადამიანს ვერ წარმოუდგენია, რომ თქვენ მისთვის არი პრანჭებით. მოდი ესე ვიტყვი. თვითონ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს აკეთებთ მისთვის. თვითონ ასე ფიქრობს, ხო, იმიტომ რომ ეს ორმხრივი გრძნობის კარტია. ეს ადამიანი რაღაცის სამზადიშია. მე არ ვიცი რის სამზადიშია, მაგრამ იცოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში თავს არ დაგანებებთ. ამ ადამიანს თავს არ ანებებენ, იცოდეთ. ხო. ეს დღესაც ამოვიდა, გუშინაც ამოვიდა და დღესაც. მაგ ადამიანს თავს არ ანებებენ, იცოდეთ. არავითარ შემთხვევაში თავს არ დაგანებებთ, მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში გაგიჭირდებათ ამ ადამიანის ჩამოშორება ცოტა ხანი რაღაც პერიოდი მაინც. ხო. ესე ადვილად ამ ადამიანს ვერ მოიცილებთ, ვერა, გამორიცხულია. ხო. იმიტომ რომ ვარსკვლავი და მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? ეს არის ქალი ინიციატივა, ქალი სასწაული ღვთაება. ეს არის ქალი ღვთაება. ხო, ასე რომ თავს არ დაგანებებთ. მე მაინც მოვალო ამბობს. დედასფიცა ვარ, მეგობრებო. მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, მე მოვალ, მე მაინც მოვალ. ხო, ასე ამბობს თვითონ. აი ნახე მე თუ არ მოვიდეო. აი ნახეო. კაცი არ ვიყო თუ არ მოვიდეო. მეგობრებო. მე გადმოვცურავ ზღვას. ხო და კიდევ ერთიც აბა. აბა რაფერ გადმოცურავს ერთი ზღვას. ახლა თქვენს თვალწინ ამოვიღებ მაგ ზღვის კარტს, ხა მეგობრებო. ეხლა ამოვიღებ მაგ ზღვის ბარათს მე. ეხლა უნდა განახოთ მეგობრებო. ელასტიკებიანი გამოგვიჩნდა ჰორიზონტზე, მეგობრებო. ხო. მეგობრებო. შეიძლება ეს ადამიანი იყოს პიჟონი. მე არ ვიცი საიდან მომაქვს ეს აზრები. პიჟონებს აცვიათ ასე. ხო აცვიათ, მეგობრებო. ხო, პიჟონებს აცვიათ ელასტიკები. ხო. მე ესე ვიცი. ხო. ჩემ დროს ბათუმში ელასტიკებიანს ეძახოდნენ პიჟონს. მეგობრებო, აბა ეხლა შეხედეთ. ეს ხართ გოგოები, გოგოებო თქვენ და ეს ხარ, ესა თვითონ. გოგოებზე ვამახვილებ ეხლა ყურადღებას. ბიჭებო არ გამინაწყენდეთ. ხო, ანუ ბიჭებმაც იფიქრეთ იგივე ანალოგიური, ხო. ეს ხართ თქვენ და ესა თქვენი პარტნიორი. ეხლა უყურეთ, მეგობრებო. როგორ ფიქრობთ ეხლა? სხვაობას ხედავთ? რამდენნაირ სხვაობას ხედავთ ეხლა? 10, 20, 30, 40, 50, 60, 70, 80, 90 თუ 100. აბა, სხვაობა, მომიძებნეთ ეხლა. დავიწყოთ. მეგობრებო, საიდან დავიწყოთ? რა თქმა უნდა. ეს არის სასწაულის სურათი.
ეს ხართ თქვენ. ეხლა ამას შეხედეთ ეხლა, პიჟონი. პიჟი. პიჟი, მეგობრებო. როგორ ფიქრობთ ეხლა? ელასტიკებიანი. ლაკის ტუფლები მაცვია, წვეტიანები. აღარ შემიძლია. Черные глаза. Вспоминаю, умираю, черные глаза. მეგობრებო, ხო, ესე ზის და მღერის ამას. შავ თვალებსო ვიხსენებო, ლაკის ტუფლები მაცვია, წვეტიანები. დონეცკები მახსენდება. აი, ვეღარ შემიძლია. მეგობრებო. ეს ადამიანი, მეგობრებო, სხვა თუ არაფერი აუცილებლად დაგეხატებათ. ესე დაგეხატებათ ამ ვულკან ადამიანებს. ხო, თქვენც ამოიფრქვევით და გადაწვავთ და გადაბუგავთ, მეგობრებო. ცეცხლი გაუჩინეთ ჩემო ძვირფასებო. დოუშვით ტუში. მოვა ესე მოგაკითხავთ და გეტყვით, მეგობრებო. ხო, უყურეთ ახლა. მოვა და გეტყვით ახლა რა. ამ საღამოს რა საკეთებ? ხო და თქვენ ამის პასუხს არ აცდით და დოუშვებთ, აქედან დოუშხუილებთ, მეგობრებო. მე შენ გაჩვენებ, რასაც ვაკეთებო. ხო და არ აციებთ, არ აცხელებთ და ამ თქვენს ვულკანურ ლავას ხალობიასო. ანა მარია. მიხარ შენ, მე ქალზე მაქვს ჩაფიქრებული და მაგი მაინტერესებსო. ოხ, სად შეგვიძლია. ხა, ნუ რა ვქნათ ახლა? გვეცინება და უნდა გავიცინოთ, აბა? რისთვის არა ახლა? რისთვის არა ახლა აქ მე მაგისტვის ვარ, მეგობრებო. ხო. სადამი დედამიწასავით განსხვავდებით ერთმანეთიდან. მეგობრებო, ამის თქმა მინდა 100%-იანი სხვაობა აქვს. ხო, ზოგიერთებთან შეიძლება იყოს რელიგიური სხვაობა, მენტალური სხვაობა, აქ ფიზიკური სხვაობაცაა, აქ მორალური სხვაობაცაა, გონებრივი სხვაობაცაა, სიმაღლეცაა, სიმსუქნე, სიმდაბლე, რა ვიცი, ფეხის ზომა, თავის ზომა, ჭყილის ზომა, ტვინის ზომა, რა ვიცი, მეგობრებო. ხო. ეხლა თქვენ შესაძლებლობებს შეხედეთ და მე მისას დააკვირდით. მოვა ეს ადამიანი ცარიელ ტარიელაა. ხო, და გეტყვით. სახლში შემომიშვებ? დამპატიჟებ? თუ რაღაც მსგავსი. ეს ადამიანი არაფრით არ დაგანებებთ თავს, იცოდეთ. და ესეთი ადამიანი ამბობს, რომ აქ არის ორმხრივი გრძნობაა. ეხლა მივხვდით ეხლა თქვენ რა დონეა? დონეცკი, აბა რა. ტიტუ ცარიელაო, აბა რა, მეგობრებო. ეხლა როგორ ფიქრობთ ეხლა ამას რამე აქვს? შამპურის ცარიელი ჯოხები. ხო, ზუსტად, ანა მარია. ზუსტად ნიფხავი არ მოყოლიაო. ხო. სახლი არა, კარი არა. უასოზია ყველაფერი, ხო ხედავთ ეხლა ამას? მისამართი არა აქვს. უმისამართოთა. ხო. სახლი არა აქვს, კარი არა აქვს. უტვინოთა, მეგობრებო. ავქნა ახლა დავაბრალოს მე. ისი უტვინობა. ხო. თქვენ კიდე ნახეთ აგერ. თქვენ ყველაფერი გაქვთ. ოჯახიც გყავთ, შვილებიც გყავთ. ბატონ, პატრონი ხართ თქვენი ცხოვრების. ეხლა ეს და ეს, მეგობრებო, ვერ გადარებთ ამ ადამიანს და რა გავაკეთე? ვერ გიმეტებთ ამისთვის, მეგობრებო. არ მინდა. არ მემეტებით ამისთვის.
არ მემეტებით ამისთვის მეგობრებო. ამ ლენჩისთვის არ მემეტებით, მაპატიეთ. ხო. და რა გავაკეთო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო. სული ეწობა, გული ეწოდა, აბა რა იქნება? ყოვზინაც არ შეჩოუარდა და რა ქნას ახლა? ერხანს იფართხუნებს და მერე დაგანებებთ თავს. სავარაუდოდ. ხო, წინააღმდეგობა. ესაა წინააღმდეგობის კარტი. იფართხუნებს მეგობრებო. რა ქნას, დადგება ესე სარკის წინ და საკუთარ თავს ეუბნება, რა მიმზიდველი ვარ და რა პრინცი ვარო. საცოდავი მისი დღე. ალმასხანი თუ ჩინგისხანი არ ვიცი მე მეგობრებო, მაგრამ ხა ამ ადამიანს ხო. აი ზუსტად მასია კი. თუ შენ ბიჭი ხარ და მისმენ, ანუ შენს პარტნიორზე ვსაუბრობ მე, რომ უნდა დაბრუნება, რა მნიშვნელობა აქვს ვინც მისმენთ მეგობრებო? არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ბიჭები მისმენთ თუ გოგოები. თქვენს პარტნიორს უნდა დაბრუნება. ხო. ეს ჩაფიქრებულ ადამიანს. პარტნიორი ვიცი, როცა ცხოვრობთ ერთად და ამას პარტნიორი არ ქვია, ამას ქვია ჩაფიქრებული ადამიანი. ხო. აღარ მოვალო? ნუ მოვა, მერე. თუ არ მოვალო, ნუ მოვალო, მეგობრებო, რა პრობლემაა? მაგ იდარდეთ ახლა თქვენ, იდარდოს მან. ხა. მაგ იდარდოს მან. თქვენ ესე იჯექით? ესა მორგანა, რომელიც ზის და არაფერს აკეთებს. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ, მეგობრებო, და თქვენ არაფრის კეთებით გააკეთებთ ყველაფერს. მე მგონი გასარკვევად ვსაუბრობ. ხო. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. არა. ეს ადამიანი მოვა მისით. თქვენ თუ გააქვთ სურვილი მისი დაბრუნების და მიღების, მოვა ეს არცად არ წავა. რა თქმა უნდა, თუ არ გაქვთ სურვილი ტურფასა საბაღნაროსა, სხვა მოვა, რა თქმა უნდა. სხვა ქალთან რო წევიდეს და იმის იქითაც რომ წევიდეს, მაინც მობრუნდება, არის ნერვიულად. ხო, მეგობრებო. სურვილი მაგ მოვიდეს, ხო და მოვა, არის ნერვიულობა. მოვა. მეგობრებო, ეხლა ერთ რაღაცას ვიტყვი. ზოგჯერ ადამიანებს აქვთ ესეთი ჩვევა არა, ნუ რაღაცნაირად, ხო, სურვილი, მოდი ესე ვიტყვი. აი მე პირადად ეხლა მეგობრებო მიყვარს ზოგჯერ მიყვარს განმარტოება. ხო, მიყვარს წასვლა, თქვათ, ხო? და მინდა ჩემთვის ვიყო. მე არ ვიცი ხა ეს რამდენხანს გაგრძელდება, დაუშვათ. ხო. ეხლა უბრალოდ გეუბნებით სიტუაციას ამ შემთხვევაში. არიან ადამიანების კატეგორია, ვისაც უყვართ განმარტოება, წასვლა, ხო? წასვლა უყვართ. ხო. უყვართ წასვლა და თავისთვის ყოფნა. დაალაგებენ აზრებს, ფიქრებს და მერე მოვლენ. თუ გაქვთ სურვილი, მიიღეთ. თუ არ გაქვთ სურვილი და დაახვევიეთ. ხო. ადამიანი, რომელიც აუხსნელად და დაუბარებლად მიდის და არ გეუბნებათ, სად მიდის? თუნდაც მე მივდივარ ხა, მინდა რომ ცოტა დავისვენო, განმარტოვება მინდა, ხო? მაგალითად. უნდა გითხრათ ადამიანმა, რომ მე მინდა ეხლა მარტო ყოფნა. მე მინდა ეხლა ვიყო განმარტოებით, ხო? თქვათ. და უნდა წავიდე. ხო. ამას თუ არ იზამს და თუ არ აკეთებს, იცოდეთ რომ ის აუცილებლად დაბრუნდება მეგობრებო.
მე ვერ გეტყვით ეხლა როდის დაბრუნდება, მაგრამ ის აუცილებლად დაბრუნდება. არ ვიცი. პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ტრანსფორმაციაში ადამიანი და მე არ მაქვს პასუხი. ახლა შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით არ დაჯდეს ეს ლაივი, მეგობრებო, მაგრამ რაღაცები შეიძლება აიღოთ. ხო. მე მიყვარს მაგალითად განმარტოება, მეგობრებო. თქვენ რა აგონიათ? მეც მიყვარს. მე არის პერიოდი, რომ საერთოდ არავისთან საუბარი არ მსურს. არ მიყვარს ახლა ესეთი სიტუაცია. ხო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე დამთავრდება, ან დამთავრდა, დაუშვათ ვამბობ. ხო. მაგრამ ეს უნდა იცოდეს პარტნიორმაც. ამაშია საქმე. მეტი არაფერი. უბრალოდ უნდა გაგაფრთხილოთ მაინც რაღაც მომენტში. ხო, რომ ურთიერთობა ააწყოთ. ეხლა მე თუ მინდა ყოფნა განმარტებით, მე ვიტყვი რომ მე ეხლა მინდა მარტო ყოფნა. ხო. და როდესაც შეგნება და ურთიერთგაგება, შეიძლება გაუგო ადამიანებმა ერთმანეთს, ეს არ უნდა იყოს ახლა პრობლემა გაგების დონეზე. ხო, რა ვიცი, მეგობრებო, ხა ვისრა და ვისრა. მოკლედ, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. ესეთი იყო რაღაცნაირი ჩვენი ლაივი. ურმესი მადლობა ყველას. ხა, მოდის მოწერით, როდის მოიწერება. არ ვიცი, მეგობრებო. არ ვიცი. არ მიწერო. ხო გეუბნები? არ უნდა მიწერო. მეგობრებო, ადამიანი როდესაც ტრანსფორმაციაშია, პირიქით არ უნდა მიწეროთ. არ მიწეროთ. სულ ვიმეორებ ერთი და იგივეს. არ მიწეროთ. არ შეაწუხოთ. დაატოვეთ თავის მარტოობაში ეს ადამიანი. დატოვეთ. იყვეს იქ. იყვეს. არა უშავს. თქვენ თვითონ ისწავლეთ ემოციის მართვა, გრძნობების მართვა, მეგობრებო, არ შეიძლება ესე. ადამიანი, რომელიც არ გემშვიდობება, ის აუცილებლად დაბრუნდება. ხო. ეგრე გავაკეთე და გვიანია უკვე. ასწავლით ვინორეთ. მეგობრებო, არ ვიცი ხო გეუბნებით. ეს არის საჯარო, ამიტომ ეხა დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე, უბრალოდ თქვენი აიღეთ, თქვენი რაღაც თქვენ სიტყვას აუცილებლად დაიჭერთ. ხო. მშვიდობიანი ღამე ყველას და ბედნიერი ხვალინდელი დღე, ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა ყველას. სულ დალოცვილები ყოფილიყავით, სულ ბედნიერები ყოფილიყავით. სულ იღბლიანები ყოფილიყავით და იმედი არასოდეს არ დაკარგოთ. ერთადერთი რაც უნდა ისწავლოთ, მეგობრებო, არას თქმა, არა. ყველაზე ადვილი სათქმელია, მეგობრებო, არა. რატო ვერ სწავლობთ? არას თქმას თუ ისწავლით, მეგობრებო, ძალიან გაგიმარტივდებათ ურთიერთობა. როიცოდეთ ისე. ხო. მოკლედ, წავედი აბა. აბა დროებით.